დილამშვიდობის პრინციპში ორაი დილა თითვლება 12-ია. ქარია, ბუნგალია გარეთ, აი ჩვეულებრივი ბუნგალი ტვერი კი არ არის, მიწალაგია გარეთ მაგიდაზე. გუშინდელ ჩემს დაგვილდა დასუფთავებულ რა ქვია ეზოში პლოშადკის ქვეშაი მიწაყრია ხოდა ისიც არა გაქვს რომ დაასუფთავდო აზრი არ აქვს ქარი წუხელვე საიდან ამოვარდა და საიდან გაძლიერდა ეს ოხერი ქარი არ ვიცი და შუქი რო გვაქვს ჯერჯერობით მიყვირს აი სმაკ ჩასართავი უბრალოდ გავიყოლებ ჯერ არ ჩავდა ამას გარეთ თახი დავალაგოთ თანამ შუქია ნინო არ გავუშვი დღეს სკოლაში იმიტომ რომ აქვს იქაც სტარტები ჰქონდა მაგრამ არ ვიღებ მონაწილეობას მე არ მივიღებ უпростоრად თავისი ინიციატივით რა ისა ფეხბურთი აქვს შეჯიბრი და მაგის გამო. ამიტომ დავტოვე სკოლის გარეში. რომ მე ვეღარ ითამაშებ და აქ დაღლილი გაუბედურებული. არჩია ეს. ამიტომ იყოს ეს. დავიხალი რაღა დაგიმალოთ რა. დიდათ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, კუხნაში ვიყავი ვჭამე. მოვალაგე და მოვიდი. ცოტა წირო დაგსვათ. მათი. ეს ხა დარჩა რომ დავამთავრო ეგრეთ წოდებულად. მინდა მივხედო თავს გავიკეთო ფრჩხილები. ხვალისთვის. ამასობაში ცერათიდის ფრჩხილი აღარ მაქვს. მოვიჭამე წეღან, იმიტომ რომ რაღაცას გავარტყი და ეს შუაში გადამეხსნა. ესე რომ მივაყუდო ხო შეიძლება. მაგრამ თქვენ რაღაცნაირად ახართ. ასე რომ იყავთ. აი. ძილის ამინდია მინდა გითხრათ და დიდი სიამოვნებით დავიძინებდი. უბრალოდ ისა დღესა ესე ფიქრობ რა თამაშზე წავიდე თუ არა ნინოს თამაშზე თუ ლაშა მოასწრებს მოსვლას რომ ლაშა წავიდეს მე აღარ წავალ და ჩემ თავს მივხედავ. ნაკერების ამოსაღებად არის ლაშა დღეს წასული რა ხელზე და წესით გამოვიდა უკვე და შეიძლება მოასწროს რომელია 15 წუთი ხდება პირველის და 1 საათში რავი წესით უნდა მოვიდეს. ხო და წყალი არა გვაქვს ხალხნო. ნუ კაი. მარტყოფელების ფონზე არ ვიწუწუნებ, იმიტომ რომ ჯერჯერობით სადღაც 4-5 საათი არა გუშინდელიდან დაწყდა რა. ნახევარი დღე თქვი რაც წყალი არა გვაქვს, ხალხს ყირებით არა აქვს. წყალი და ხა ნამუსტიკა ისაქონელი არ ვიწუწუნებ, სხვა მარტყოფელებთან შედარებით, მაგრამ უბრალოდ რო არა ვთქვა არ შემიძლია ხოლმე მეთქმეინება ეს რა. Facebook-ზე შრიალი და ფრიალი კაია ხოლმე, როცა რაღაცა კაი კეთდება, მაგრამ როცა რაღაცა კაი კეთდება, უბრალოდ გააკეთო და სურათი გადაიღო, მაგისთვის არ არის რა. და რა მაგარია ვთქვა, წყალი არა გვაქვს ფაქტიურად, არ დაუნა ყოფილიყო. წყალი კი არა დაიცა გზებზე უნდა გითხრათ ახლა. რამდენიმე ხნის წინ გზა დაიგო. ერთ-ერთ მონაკვეთზე რა, ზოგადად მთლიან მარტყოფში უნდა დაგებულიყო გზა. ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული, ეხლა ხანებში აი თქვენც რო განახეთ, ხო იცით? ან ტექნიკა რომ მუშაობდა და ბავშვები რო აქედა რამდენჯერ ვიტყვი არ დადიოდა რაღაცა და დააგეს როგორც იქნა აქ დამთავრდა. სასაცილოა რომ სანამ ჯერ ბოლომდე დააგებენ, ზემოთამდე კიდე არ არის დაგებული, ქვემოთ უკვე ეგრეთ წოდებულად ალატკავებენ. სასაცილო არ არის ატირელია, მაგრამ გეცინება ხა, იმიტომ რომ როიტირო რა. ბოდიში და სუცალფეხზე კიდია ყველაფერს როგორც ვიცი და გამიგია, გზაში კეთდება ფულიო მაგაში. ხო რა გააკეთო. ტაძრის მხარეს იქით დააგეს როგორც იქნა. კიდე ის არის რომ ხიდი, ცენტრალური ხიდი რომელიც არის ტაძართან
მთელი სოფლის მანქანები რო იქ გადიან, მარშრუტკები რო იქ, ჯერ ის არ არის გაკეთებული. ეგ ბოლოს მოიტოვეს, იმიტომ რომ ეგ ბოლოს კარგად დაინგრა მანქანები, ჯერ ისედაც ხო არა უშავდათ. რამდენიმე ხნის წინ დაამთავრეს ოფიციალურად ის გზა და დილას პოსტი ვნახე, თქვა, არა ვთქვაო ეს ბიჭი წერს. მაგრამ უნდა ვთქვაო, დამსკდარია, მთელი ასფალტია დამსკდარი. აი, პურზე რო კარაქს წაუსმევ და მე დანით რო აფხეკავ, ხო იცი კიდე და ოდნავ რო არ ეტყობა, ასეა გაკეთებული? რატო უნდა დასკდეს ახალი დაგებული გზა? რა პრობლემა დაალათ მაგას ამოთხრიან ახლიდან, გადაკეტავენ გზებს, ახლიდან წაუსმევენ კარაქს. მაგრამ არ უნდა თქვა, ცუდი გამოხვალ. იმიტომ გამოდიოდი ხოლმე ცუდი, მაგრამ ბოდიშთ რა, ხალხი იცი რა რის დასკვნამდე ვერ მივიდა ეს ხალხი რო ხალხი არა ზედა ფენა და ფენა და ფენა რო არის კიდე ზემოთ ფენა თანამდებობებია თუ რაც არის გააქვს იმიტომ რომ ემსახურო ხალხს ხალხი კი არ გემსახუროს და ხალხი კი არ შეჭამო მაგრამ ალბათ იმას უნდა მივეჩვიოთ რომ ეგ ოდითგანვე იყო იქნება არის თუ გაიცადე ამერია გრამატიკულად იქნება არის იყო არის და იქნება აი მე მომეშადა დერბები ხო საიდან დავიწყე წყლიდან დავიწყე რა წუწუნის ის არის მეთქი მაგრამ უნდა ვიწუწუნო წყალი არა მაქვს ხალხო ხვალე ბოლოზარი არის ბავშვია დასაბანი კი არა დაიბანოს მე და ერთი კრუშკა წყლით გავრეცხე წეღან ის შეკერილი კაბა რომ გავაუთო და გავამზადო ივანესები კი მზად მაქვს ყველაფერი კიდე კაი მაგრამ წყალი არა მაქვს როი კარტოფილი გავრეცხე როგორ იცი გავალაღლაღე და ისე შევწვი ნინოს თხარი ძირთად ტალახი გაცლილია შუა დარჩენ ჯამე წარმოიდგინე ხა ერთი კვირა რო არ მოვიდეს წყალი როგორც რავი მამიდა ჩემთა საუკუნე არ მოსულა ხალხი არ ვარგივართ მართალია მაგრამ არ უნდა თქვა წყალი გაქვს მაყოფილი ხარ არა გაქვს მაინც მაყოფილი ხარ გზა გაქვს არა გაქვს მაინც მაყოფილი უნდა შენ შემოგევლე და შენ გენაცვალე უნდა იწახო არ იძახებ ცუდი ხარ დაუნახავი ხარ ესა ხარ და ისა ხარ აი და ხოდა აი რა გავაკეთო ეხლა კაი მტერსაც რო სიმას ვიზავ და არ მოვყვები წმენდა გლეჯვას მაგრამ რო ვიცი რომ წყალი არ არის ხალხო ჭურჭელიც მგონია რომ არის დაზუნგლული აი როგორ ვრეცხავ დავასველებ კაკა გავქაფავ რამდენიმეს და მე ამას ვავლებ ამ ყველაფერს რომ სანამ ვავლებ ის ქვემოთა ფენა სველდება ლბება ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ადრესუესი არისო და რაღაცაო მაგრამ რავი როგორც სხვა რაღაცებში ვამბობ რაღა დროს ეგენიაო 21 საუკუნეაო რაღა ჩვენთვის არ გამოვიდეს 21 საუკუნე რომ სოფელმა წყალი არ ინატროს წყალი ხალხო წყალი ოქროს ხო არა მას შვებავინ წყალი და სასაცილო რა არის ვიღაცამ ხო შეიძლება უპასუხოს ამ ხალხს რატო არ არის ამ უბანში წყალი ან ამ უბანში წყალი მზად არის გაკეთებული ხა არ არის ნუ არის ეხლა კრანი გაქვს ესე იგი წყალი მოდიოდა всё მორჩა ვინ უნდა გიპასუხოს არა ის მეც საქმე რა აი მომეშალა ნერვები ხარ და სხვა რაღაცაზე უნდა მელაპარაკე მაგრამ რაც უნდა ვილაპარაკო იმასაც მომეშალა გუშინდა აი მე შეუბედურო რა უბედურად ახალი გადასაყრელი ესია სამანი და ამასაც წავიღებ და წყალი რომ მოვა გავრეცხავ ან რაც ადგა ესე იმით გავრეცხავ და რომ მოვა გავავლებ ესე იგი უნდა ვთქვა აი აუცილებლად იცი რატო ნერვები მეშლება მე რომ ვერ ვამბობ და რატო არ უნდა მე ხო მაქვს იმის უფლება რომ რატო ყვირი მე ხო მაქვს იმის უფლება რომ ვთქვა ჩემი გასაჭირი იმიტომ რომ ჩემი გასაჭირი რა და პრობლემა კი არა და ნუ რაღაცა რა თქვა იმიტომ რომ იძულებულს გხდიან ვიტყვი
დიახაც ვიტყვი. ვიმე უკმაყოფილო იქნება? ნუ დამტოვებ უკმაყოფილოს და არ ვიტყვი. მასწინათ ვალებზე რო ვილაპარაკე, ხო გახსოვთ? გუშინ ერთ-ერთს წავგლიჯე ფული. ბოლოს არის საროჭკის ფული. წინაზეც ისე ვთქვი რა, რომ როცა რაღაცა შეკვეთას მაძლევ, როცა მქონდა მეორადები და ვიცი ადამიანს უჭირს და მეტყვის და მეუბნეოდნენ, რომ აი ამას წავიღებ და ბევრჯერ ვთქვიათ, რომ ერთ თვეში, თვენახევარში მოგცე. მიმიცია ღმერთმა დამიფაროს, რომ რამე დაუკავ. მიმიცია კიდეც, დამიხატია კიდეც და ყველაფერი. და აი ვისაც უჭირს და რომ ეტყვის თქვათ 2 თვეში მოგიტან ფულს. ვისაც ვიცი, ხა არა შანსი არ არის, სოფელში ყველა შესაძლებლობები იცის და რო ვიცი, რომ იმას რაღაცა და სჭირდება და მეტყვის 2 თვეში მოგცემს. წაიღე. არ არის პრობლემა. და ამ ადამიანს რო უჭირს 2 თვეს არ ელოდება, ქვაში ძვრება, ხეში ძვრება, პასუხისგებლობა როცა აქვს და მოაქვს. მოუტანიათ კიდეც. აი მაგალითად მე წელს ბოლოს არის რაღაცეები დავხატე ასე თუ ისე თუ ასე და როგორც იყო და ეს ფული გათვალისწინებული მქონდა ბანკეტ ბოლოზარისთვის მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ მაინც თადარიგი დავიჭირე ისე მე რომ სანამ ბოლოზარის საროჭკები იქნებოდა ეს ბანკეტის და ბოლოზარის თანხა მქონოდა. ვიცი რომ ის თანხა ხელშეუხებელია და რაღაც. მაგრამ მაინც ხო ამისთვის ხატავდი რომ ეს ყველაფერი ამისთვის მინდოდა თუნდაც სხვა რაღაცისთვის, აქე პატარა არის და კიდე რაღაცისთვის გჭირდება და იმისთვის არ გამითენებია ღამეები რომ ვიღაცა მატყუოს რა. მატყუოს არა მენაგლოს. ტყვილი არ არის. ერთ-ერთმა პიროვნება მომწერა, ეხლა თუ შენ გეწყინება მართლა არ მაინტერესებს, იმიტომ რომ საერთოდ არ იფიქრე შენ ჩემზე. რო ის ანუ ჩამირიცხავდა თანხას, არ იყო დიდი თანხა, ეს იყო 40 ლარი. ჩამირიცხავდა ამ რიცხვამდე, ან ამ რიცხვში მოვიდა ეს რიცხვი და მომერიდა, ხო არ მივწერე, დაიცადე, ხა ადამიანო რაღაცა პიროვნება ის. გადაცდა 2 დღე და მივწერე მე რომ მეთქი რა შვები. იმიტომ რომ მჭირდებოდა. დღეს თანხა სჭირდება ამას, რომელიც მამამისმა უნდა მისცეს. ხო და ისა ზოგადად ესეთ პერიოდში უფრო მჭირდება ხოლმე ხელზე როცა მადლევ, მაგრამ ნუ როგორც შენ აგაქვს შესაძლებლობა ხელზე მომწევ თუ ჩარიცხავ, მაგაში შეზღუდვა არ აქვს ხოლმე მომხმარებელს, რომელიც შენ რაღაცა მიაქვს. ნახატია იქ ის მოკლედ. იმათ როგორც უნდა. დანარჩენზე მე ვიზრუნებ. 3-4 დღე რო გადასდა მივწერე. აი არ ჩამირიცხეს, აი ის არ მიყვეს, აი ეს არ მიყვეს და აი 20-ში მოგცე. 20-ია ხვალე, რომელიცთვისაც მჭირდება უკვე ფული, იმიტომ რომ 20-ში ბოლოზარია. გარდა იმ ხარჯებისა, ვინც ახლა ხო ბევრნი ხართ ვინც ამთავრებთ და იცით აი სუფთა მისაცემი თანხა რაც გჭირდება, იმის გარდაც ხო უნდა გქონდეს რაღაცა, რა ვიცი. მივწერე რა რომ შენ ხო ის ყველაფერი. ანუ მე ხო იმიტომ დავხატე რომ ბოლოზარისთვის გჭირდებოდა. აი ხა წარმოიდგინეთ, მე დამეხატა, არა 20-ისთვის. თვის ბოლოსთვის დაგიხატავდი, კაცო. აი იგივე სიტუაცია, მე ხო ის თანხა მჭირდებოდა იმ კონკრეტული დროში და შენ მეუბნები მაშინ მოგცემ. კი ბატონო, მაშინ ის კი არ უნდა ეთქვა ამ ადამიანს რომ მივწერე კიდეც არ არის პრობლემა, ხა მე საერთოდ არ მწხვენია რომ აქ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ესე დონეზე არ უნდა მიიყვანო ადამიანი. და თუ ვიღაცა ხართ ესე, კიდე გაითვალისწინეთ, როცა ადამიანი რაღაცას სწავლობს და აკეთებს, ხო? არ უნდა ატყუო. ეგ იყო ტყუილი, არ უნდა ატყუო. მივწერე რომ ჭირდება იმ კონკრეტული შენ რომელი კონკრეტული დღისთვისაც დავჯექი და გავათენე, იმიტომ რომ თხოვე და დავხატე 3-4 საათამდე ვხატე და გჭირდებოდა იმ კონკრეტულ რიცხვში ჩაგაბარე. მე ხო არ მითქვი, აი იცი რა დაღლილი ვარ და მოდი ხო ალზე მაზე გოდეს მე დაგიხატავ. აი გადამეკეტა მაგაზე რა, რომ აი
მეც გასესხებული მაქვს და მეც გადამაგდეს და მე არ მაინტერესებს ეგეთ სიტუაციაში არ მაინტერესებს. იმიტომ რომ შენ რომ მაშინ მე ვზარალდები და ჩემით კიდე სხვების არის სიტყვაზე ის მშობელი ზარალდება ვისაც უნდა მივიცე ხო ის ესე უნდა ჯაჭვურად აეწყოს რადგან ვიღაცას უნდა გქონდეს სადღაცას ის თანხა როცა შეკვეთა საძლე უნდა იცოდე რომ იმას მისცემ. თორე 40 ლარი არ არის ის თანხა რომ განგრევდეს ადამიანი. უბრალოდ არ უნდა გააკეთოს ის რაღაცა. როცა შეკვეთა საძლევ სადღაცას უნდა ფიქრობდე რომ ის მან თუ არ გამიმართლა, აი ამით გადავიხდი. აი რა ვიცი. თან არ უჭირს ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცი. რას ამბობ ხა ჩემთვის რო არ ჩაერეცხათ ბოლოს არ ზედმეტ პულს არ წაიღებდა რა. აი მე ვინაგლე და მივაწექი მე უთხარი საღამომდე გელოდები და გამეხერხე რამე ბოდიში და არ მაინტერესებს მეთქი ხანდახან ვარ ეგეთი დაუნდობელი იმიტომ რომ ეგ მასე უნდა იყო. როცა 9 ჯერ გადამიწევ თანხას და კიდე არ იცი ოდესმე და თან იცი რომ მეც იმ კონკრეტული დღისთვის მჭირდება შენც უნდა ენაგლო. აი ესე ავდექი და ჩავარიცხირე თანხა. მე იმ თანხას არც მოვიხმარ და არც მომიხმარია და ვისაც გადავურიცხე ღმერთმა მოახმაროს და ჯანმრთელი დაუბრუნოს თავის დედმამას. მე არ მჭირდებოდა ის ბოლო ზარისთვის მაინდა-მაინც და მე არ მჭირდებოდა ის ვაიმე დავიქცეოდი თუ არ ჩაერიცხა. მაგრამ აი როცა სხვანაირად მეკცევი, მეც უკვე დაუნდობელი ხდები მაგ დროს. ამასობაში ისა ვიღაცა წერს კიდე. ამაზე ხომა გადაკეტილი გაიგე, რომ ეხლა ერთ სული მაქვს, ანუ არ მჭირდება, მაგრამ აი მენაგლება უნდა გენაგლო და არ მაინტერესებს. ხო და ამ დროს ერთი მწერს. ვაიმე ძლევს მოიფიქრა ჩემმა შვილმა რა დაგახატებინოს და არ მახსოვს საიდან მოჰქონდათ. აი ეს ფოტო მინდა და ამაღავისა მოგიტან და უსვე დახატე რა. ძალიან მაინტერესებს ამ ხალხს რა გქონიო პრინტერი მიდგა ეხლა აეკ და მოვიტან. ჰოპ და მზად არის? მე თუ უცბად უნდა დაგიხატო ადამიანო. შენ შვილს რატო არ უთხარი ერთი თვის წინ რომ მომწერე რომ ხო დამიხატავ და დაგიხატავ რა პრობლემაა მეთქი 10-15-მდე მაქსიმუმ. ერთი თვის წინ მომწერე არ არის პრობლემა ხა უცბად რაღაცა მოგაწვით საროჭოს. მე საერთოდ დამავიწყე ის მიმოწერა მე ვნახე. მაგრამ არ შევპირვებული ვარ რომ 19-ში ღამე დაგიხატავ მეთქი არა. მე ვუთხარი რომ 10-მდე ვხატავ მეთქი და როცა გინდა მოიტანე რა პრობლემაა. და ნებისმიერ ნახატის მოტანიდან მეორე თუ არა ეს რამდენიც არ უნდა მქონდა ხო კარგად იცით მეორე რო ვპირდები რომ იქნება უნდა იყოს სულ რომ მოუყოდე და გავათენო თან ამ მდგომარეობაში ყველას იდეალურად იმ დროს ჩავაბარე რა დროსაც შევპირდი მე ვერ ვეტყოდი აუ იცი რა მეძინებო და აუ იცი რა დავიღალ იცი რა ვერ ვიჯექი მაშინ არ აიღებ როცა პასუხისგებლობას იღებ ის უნდა ბოლომდე შეასრულო არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობაში ხარ და ვეუთხარი ამ ადამიანს რა რომ არ არის შანსი არ არის მეც ხო ჩემი გათვლები მაქვს ხო იმიტომ ვისავქენდა დავწერე 10-მდე მაქსიმუმ 15-მდე დავხატე გუშინ წინებში რატო არ დავხატე მაგრამ შეპირებული ვიყავი ამ ადამიანზე და სრულიად უცხო ქალაქელმა ხალხმა ჩამირიცხა ფული უცხო ხო შეეძლო რომ აი ჰუი ჰაი არა შეპირებული ვიყავი დავუხატე მაგრამ ახლები არ ამიღია და აი ამაზე გადამეკეტა კიდე ამ გაწამაწიაში ვარ რომ ამას გამოვგლიჯო რამენაირად არ მჭირდება მაგრამ უნდა გამოვგლიჯო ეს წერს უცბად გეხვეწები უცბად თან უნდა ნახო ნახატი აქვს საოცარ ნიკოპსი და დარუბანდამდე უნდა გადაჭიმო რა ფერები და რაღაცე უცბად დახატავ რა პრობლემა აი მე თან რო გინდა რომ კორექტული იყო თუ რა ქვია მაგას ნუ ძალიან რაღაცა სალომე ზურაბიშვილის ისა ვთქვი სიტყვა ზრდილობიანი იყო რა რომ აქ რო გადაკეტილი ხა ის რა შუაში ეს რო გწერს ხო მეთქი არა არ არსებობს იმიტომ რომ კაბა მქონდა შესაკერი კაბაზე ნერვიულობდი და დარდობდი
იქ სხვადასხვა ის იყო იონეს საროჭკა განვა რა გავაკეთეთ იონეს საროჭკაზე ბავშვებმა დაახატეს პატარა ბავშვებმა დააწერეს გილოცავ იმ პატარებსაც უხარიათ რომ ვიღაცა ჩათulis იმათ საჭიროდ რომ ნახე იმ პატარა ხელებით მიწერილი გილოცავ ნახე ამან დამაწერინა და უბედნიერესები იყვნენ და ეს ჩემი შვილიც დადგა და ვისაც სადუნო და იმას აწერდა და ზოგმა გადააწერა უკან ნახატაზე სახეზე გოგოს სახეზე და ძალიან ინერვიულა იონემ და მეთქი რაღაცას ვიზარხა როგორ ვერ ვიზავდი აი ამ მაგიდაზე დავაფინე დავამუშავე ეს ნახატი ხა დილას მეუბნოდა რაღაცაზე პატარა ტიკიდი აქო და რომ მოვა სკოლიდან აღარ წაიღო მეთქი იყოს რა რომ ხვალამდე იყოს სუფთად გქონდეს დავუმუშავე ეს ნახატი რაღაცა ერთ კვირაზე მეტი ახლა თეთრი საროჭკა როა და მე მგონი ყველას პრობლემა ეგ რომ საროჭკა ჭუჭყიანდება საყელოზე ეგ დავატრიალი დავდი აქ დავაფინე მოვიტანე თემუზე ვიყიდე ჭუჭლისა ის რაღაცა ბუბკა არ არის აი უხეში ქსოვილია რა და ის მათეთრებელი და რაღაცა იმით დავამუშავე საყელოს გაუფითკინე გაუთეთრე გავაშ ხო და გადავკიდე მეთქი იყოს რომ ხვალე უნდა ეგ გეცვას და სუფთად გქონდეს რაღაცა აღარ წაიღო დილას რაღაც ეგ მომენტები მქონდა იქ საროჭკაზე ჯერ არ დამიწერია და ეხლა ვფიქრობდი აუ სად უნდა დავაწერო მეთქი რა რომ აქამდე თუნდაც რომ დავახატე მაშინ დამეწერა ძირთადად ინახავენ ხოლმე ბავშვები რომ აი აქ დედამ უნდა დამაწეროს მამამ უნდა დამაწეროს და ეს დღეები ისე გავიდა რომ ხან მე ვიყავი დაბლა როცა მიდიოდა საროჭკა როცა რაღაცა ნუ მოკლედ რა ხო იცი აი ცოტა ხანში დაგაწერ ცოტა ხანში და იმასაც ავიწყდებო და მეც რა და გუშინ რომ ბარემ ეს დავამუშავე რაღაცა და ფიქრობდი რა რომ ხა სად ვიპოვო მეთქი ადგილი რომ ამას დავაწერო თქო და მომიტანა საროჭკა და დედავა გულზე ადგილი დავტოვეო და იქ დამაწერე შენ ისე გამიხარდა ფიქრობდი რომ არა ქონა მაინც აი მე შვილო და გულზე რატო ადგილი არ დამიტოვე მაგრამ მე სიამოვნა რომ თვითონ ცარიელი ადგილი დატოვა ანუ არავისთვის არ დაუწერები რომ დამეწერა მე და მამას დაწერა მამა არ ვიცი ადგილი არის ჩვენ მე ჯიბეზე დავაწერი ძალიან გადავიჭაჭე მეთქი რომ ლაშას დატეულიყო ხო და ანუ ეს ჩემი საქმეები მქონდა რაღაცები სკოლის ტანსაცმელი უნდათ რაღაცა და ადამიანი ხარ რა არავი რობოტი ხო არა ხარ გაქაჩო ბოლომდე და ვიღაცას ჰოპ და უცბად მოუნდა ბოლოს არის წინა დღეს გადაწყვიტა რომ დახატვა უნდა და უნდა დაგეხატა რა გეხვეწება უღონდ რა შენ ხო უცბად იზავ აი მე ხლა მანდ გადამეკეტა და ხალ ვფიქრობ რომ ძალიან ზედმეტიც არ მოგივიდეს მანანა ცოტა ჩაწყნარდი რაღაცა და მეთქი არა ნახატი იცი როგორი იყო ეგეთი ნახატი არ დავხატავ ძალიან ლამაზი ნახატი იყო ამ ხრიდან აქეთ ამ ხრიდან ქვემოთამდე შეიძლება მაგ ნახატში დასამალი რამ აქვს და 60-იც ამიღო და 70 ლარიც მაგრამ ჰოპ უცბად არ აკეთდება ადამიანის შრომას დაფასება ხო სჭირდება რა იმიტომ ამბობ შენ თუ არ დააფასე შანსიც არ აქვს რომ ვინმე დაგაფასოს თუ არ დავხატავდი გავათენებდი დავხატავდი მაგრამ უცბად შენ ხო უცბად დახატავ მიდი რა გეხვეწება მე რა ვთქვი რომ ეხლა გამეცალეთ მე ვთქვი ხმარ გამიკო თქვენი უწვევი ვიძინებ წაველი დავწექი და როგორ ამომქრა და როგორ დამეძინა ეს ნერვებაში და დანერვიალებული მინერვიულებული არ ვიცი თან წყალი არ არის ტიჟი გადაჟი მახსენდებოდა რომ წყალი იყო და ვაფშე ნერვები შეშლებოდა აი მე ეხლა დაგემშვიდობებით სანამ შუქი გვაქვს კიდე შუქი კი გვაქვს ჯერჯერობით მტვერსასროს ჩავთავ მე დავჭდები და ჩხილებს გავიკეთებ კი არ გავიკეთებ ეხლა ამაზე რომ მოვიჭერი და ეხლა ამაზე გრძლად ხო არ მექნება ყველას დავიჭრი შენი ჭირი მე მქონდეს მოკლედ არა უშავრა მანიკურს ამაღამ წავისმევა რაღაცა რა ვიცი ნახოთ და ვიცმევ სტაფილოსფერ კაბას რაც გავაკეთე კამარიც გავუკეთე მაგრამ რა შემთხვევა არ უნდა კამარიო და მოხსენ ისევ
ისე გავრეცხე ამოვჭეჭყე წეღან გავფინე. ცოტა ნესტიანი რო იქნება, მაგ დროს გავაუთოებ, რომ კარგად გადკიცინდეს და ლამაზად იყოს, იმიტომ რომ იმდენად მოღეჭილი იყო უკვე ამდენ თრევაში, რომ რა იყოს. ერთადერთი ის უნდა გავარკვიე კიდე იოანე, რომელ მაისურს იცმევს, რომ ესევე შოლკით დაუკიდო გარდირობის კარებზე, რომ დილით რო ადგება მაგას ჩაიცმევს. 12 საათზეა ღონისძიება ხვალე. 12 საათზე დაანონსეს, ოღონდ არ მგონია რომ პირველამდე დაიწყოს. სადღაც 5-ის მერე გავალთ რესტორანში. ალბათ ერთად გავალთ, ან იოანე უფრო ადრე წავა და მე მერე ჩავალ, არ ვიცი რა ნახოთ. რა და როგორ იქნება. ჭამესაჭმელი? კარტოშკა. ეგ ფეხსაცმელებს წაიღე და ეს კამები მაღლა ამილაგე უბრალოდ, რომ ეხლა ავტოსას რო ჩავთავ მე რა და მე მივხედო თავს. თუ მამა მოვასწრო, მამა წაგიყვანს. და მამა იქნება და მე ხვალისთვის მომემზადებ. შენ არ მგონი? ჰა? შენ არ მგონი? არ ვიცი რა მგონი. წესით გამოსულია უკვე მამა მალე უნდა მოვიდეს. თბილისში უნდა წავიდე. ხო და იქიდან არის გამოსული უკვე. ისინი გაგირეცხი გეტრები და ჩასაცმელს რას იცნევ? არ ვიცი. არ გაქვს გამზადებული მან? თეთრები არის. რასაც იცნევ ხოლმე გააქვს? რამეები მან? ხო, წითელი გეტრები გაგირეცხე და გაშრება იქამდე, ან ცოტა ხანის გამათბობელს ჩავთავთ და გავაშრო. აი, წაჭი გაშრე. ხოდა წავედი ეხლა ხალხნობა ჰედა აბაჰო. ბედნიერი დღე ყველას დავაფასოთ ერთმანეთის შრობა და ერთმანეთის ნერვები. ხო? ხო მართალი ვარ. კი ბატონი. სტარტები მაინტერესებს კიდე. ეს თუ მოიგეს, ამ კლასაც თუ შენ წინა სტარტებზეც რატო არ იყავი? ექიმთან არ ვიყავი თავს. მაგ დღეს არ იყავი. ეს და ეხლა ვერ წახვიდოდი სტარტებზე, მაგრამ მე დაღლილი მოხვიდოდი ძა. ეს თუ მოიგეთ, ჩემპიონატსაც მოვიდე. აი. ამ კლასთან მოვიდე. აი. მასწავლებელმა თქვა, რომ სად მიძურები ხარ? მეშვიდეებთან და მერვეებთან არ გათამაშოთ, იმიტომ რომ ისინი დიდები არიანო და მეშვიდე მერვესთან რა გინდათ ქალო მე მეოთხე კლასზე არა, და მეშვიდეები კლასზე. გავარდნენ კიდეც. და ეხლა მეექვსეებს ეთამაშებით? ხო. დღეს აბა რა სიზავე. წაველი აბა ჰე, კარგად იყავით ხალხნო და მაგრად იყავით აბა ჰე და აბა ჰო.